რომ გითხრათ ჩემი საგმირო აკადემია რამდენად კარგი ნაწარმოებია, გეტყვით 10-დან 5-ია მეთქი. მაგრამ იმ ლოგიკით, თუ საუკეთესო ნაწარმოებებს შევადრით, რასაც კიდევ მე მიყურებია, ან წამიკითხავს. და სხვებისთვის თუ 5 არის ან დაბალი და ცუდი შეფასება და მიდიოქერზე უარესი, ჩემთვის არის ძალიან კარგი შეფასება. როგორც ხვდებით ჩემს საგმირო აკადემიაზე, ძალიან კარგი ნაწარმოებია. მაგრამ შეფასებას დავწერ აქ სლაიდებში შეფასებას ვამბობ იმის მიხედვით, რამდენად კარგი სიუჟეტი აქვს, მთავარი გმირი, მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები და world building. world building ამ შემთხვევაში შეგვიძლია ამოვიღოთ კიდევაც, იმიტომ რომ უმეტესი ნაწილი თანამედროვე სამყაროში ხდება და სუპერძალები რაღაცა ნაკლებად არის ახსნილი. შესაბამისად, მაგრამ მე მაინც მივათვალე, იმიტომ რომ რეალური სამყაროს ერთ-ერთი ანალოგი არ არის და პოლიტიკა და წყობა რაღაცა განსხვავებული არის და ახსნილიც არის, ნაწარმოების ყურადღება გამახვილებულია მაგაზე, და მაინც ჩავთვალეს world building-ში. ოჩერს დავიწყებ საუბარს უშუალოდ ნეგატიურზე, რაც საგმირო აკადემიას აქვს და ყველაზე დიდი პრობლემა ჩემ თვალში, რაც არის საგმირო აკადემიის და ავტორის, ეს არის დროის მენეჯმენტი და რაც გულისხმობ ამაში. იქიდან გამომდინარე, რომ ავტორი ცდილობს რაც შეიძლება მეტ პერსონაჟში დაუთმოს დრო, ბევრი პერსონაჟი ყავს მთავარ გმირებშიც, ვილენებშიც, მეორე ხარისხოვანი პერსონაჟებშიც და ცდილობს ამ პერსონაჟებს დრო დაუთმოს და განვითარება მისცეს, მანდან გამომდინარე, ზედმეტად ბევრი პერსონაჟი ყავს, ან მეორე კუთხიდან რომ შევხედოთ, საჭირო იყო რომ უფრო მეტი თავი დაეწერა. თავისთავად 405 თავი 8 წელი თუ 10 წელი წერდა, ცოტა არ არის, ხო? მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ავტორი ცდილობს, არ არის საკმარისი. თავისთავად ავტორი რომ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟებზე დროის დახარჯვას ცდილობს და ამათ განვითარებას ცდილობს, არ არის ცუდი. პირიქით, არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, მივესალმებ მაგას. ყოველთვის მიხედავს ავტორი მაგას ღოსრების აქტებს, მაგრამ დრო როგორც განაწილებული თავები და რა დროცა ამ პერსონაჟების დახარჯული არ არის საკმარისი. და მეორე პრობლემა რაც აქვს, ამ პერსონაჟების განვითარების გადანაწილება. ეს მომენტი აქვს ავტორს, რომ პერსონაჟს აიგნორებს, ერთ კონკრეტულ არკში 200-300 თავის მერე ამ პერსონაჟს დროს დაუთმობს, განავითარებს ამ პერსონაჟს და მერე ისევ დაიგნორებას გააკეთებს ამ პერსონაჟს, სანამ ბოლოში არ დასჭირდება. მაგალითად, არ მოსახელი მგონი იოროზო იყო, მუსიკა რომ მოსწონდა, მუსიკოსი რო იყო ეს გოგო, მაგ პერსონაჟზე. კი, განვითარებას ანიჭებს და კარგია ეგ, მაგრამ გადანაწილება ამ ყველაფრის არ არის კარგი და პლუს კიდევ სათითაოდ 1 და 2 პერსონაჟზე რო ორიენტირდეს და 1 და 2 პერსონაჟს დაუთმოს დრო სათითაოდ, მაგისთვის ზედმეტად ბევრი პერსონაჟი ყავს. ფიზიკურად ვერ ახერხებს მაგის გაკეთებას. უკვე დროთა განმავლობაში თავს იჩენს, იმიტომ რომ კი ვიღარ პერსონაჟებს 1 და 2 ფანი ყავთ, მაგრამ უმეტესობას ეს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები არ აინტერესებთ და მათი სტორი არქიც დაიგნორებული აქვს. რთულია პერსონაჟზე რაღაცა გაინტერესებდეს და მუღამი ქონდეს მისი ყურების, თუ ამ პერსონაჟს მთელი 4-5 სეზონის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და არანაირი მნიშვნელოვანი მომენტი არ ქონია. მართალია ვთვლი, რომ ეს ძირითადი პრობლემაა საგმირო აკადემიისთვის, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არ არის, მოდი ასე ვთქვათ. სიუჟეტი კარგია, რომ ცოტა რეპეტიტიულია, მეორდება რაღაცები არკებში, სტორი არკის ტიპები მეორდება, ტრენინგის არკი, ბრძოლის არკი, ტრენინგის არკი, ბრძოლის არკი, ტრენინგის და სიუჟეტი რო ვისაუბრო საკმაოდ კარგია, ძალიან კომპლექსური არ არის, მაგრამ საკმაოდ კომპლექსურია, პერსონაჟებზე ორიენტირდება და ასევე განსხვავებულ ასპექტებზე ამ საგმირო აკადემიის სამყაროში ან world building-ზე და ყველაფერი ჩართულია ერთი მეორესთან, ცოტა გადანაწილებაზე აქვს პრობლემა და სტორი არკები მე თუ გითხავთ, უბრალოდ რეპეტიტიული. მაგრამ, თლიანობაში არ აუშავს, ცუდი არ არის. იმდენად რეპეტიტიული ნამდვილად არ არის, რადგანაც დემონსტრერი და solo leveling-ი ახლოსაც არ მივა მაგასთან. მაგრამ სიუჟეტის ყველაზე დიდი ნაკლი რაც აქვს, ავტორს არ გამოსდის და არ მგონია იცოდეს როგორ დაწეროს კარგი plot twist-ები. მაგალითად, სიუჟეტში ორი მნიშვნელოვანი plot twist-ი, ერთი დაბი, რომ ენდევორის შვილია და მეორე მნიშვნელოვანი plot twist-ი, რომ არ მახსოვს ქუდი რომ იყო ვილენებში, ის იყო ვიღაც ცნობილი ქურდის შთამომავალი და ეგ იყო plot twist-ი იდეაში. და ორივე plot twist-ის შემთხვევაში დაბიზე მე თუ გითხავთ, ყველა თუ არა უმეტესობა ხდებოდა, მე ვხდებოდი და ყველა ვის ვიდეოსაც ვუყურებდი, როცა ეგ თავები გამოდიდა და ვუყურებდი განხილვის ვიდეოებს, ყველა ხდებოდა, რომ ყველას ის მომენტი ქონდა, ვიცით რომ დაბი ენდევორის შვილია, მაგაზე კითხვა არ არის. და იგივე ვარიანტში, როცა ეს ქურდის ვიდეო გამოვიდა, არავის არ აინტერესებდა. ეგ პერსონაჟი ვის შთამომავალი იყო და რა იყო და რა არა. ჩემი ჩათვლით. მეც დაინტერესება მაინც ხდება, მაგრამ უმეტესობას ეს მომენტი ქონდა, რომ არ გვაინტერესებს. უშუალოდ მთავარი plot twist ის რომ ვინ იყო შემოპარული საგმირო აკადემიაში, მაგას არ აუშავდა, მაგრამ რა ვიცი, ცოტა ანტიკლაიმაქტიკ. ქართულად როგორ თქვა, არ ვიცი. ძირითადი მიზეზი მაგისთვის მაგის რომ ამ პერსონაჟს არ ქონდა რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანი როლი ან განსაკუთრებული რამე დინამიკა მთავარ გმირებთან.
არ იყო მაგაზე ყურადღება გამახვილებული და არ მეპირადად არ მქონია დამოკიდებული, რომ მეგობრული ურთიერთობა აქვს ამ მთავარ გმირებთან და აი როგორ უღალატა თავის მეგობრებს. ეგ შეგრძნება არ მქონია მაგ მომენტისთვის და ისეთი ემოციური იმპაქტი არ მქონია, როგორიც უნდა გქონოდა. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი კონკრეტული დამოკიდებულებაა და უმეტესობას ეგ რეაქცია არ ქონია. ერთი რაღაცა, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოდის ავტორს და იცის, არის პერსონაჟების წერა, მაგრამ კონკრეტულად პრობლემური და ტოქსიკური პერსონაჟების წერა, როგორიცაა შიგარაკი, ენდეორი და თუნდაც გარკვეულწილად ჰოქსი. იმიტომ რომ ჰოქსიც მეტნაკლებად მორალურად ნაცრისფერი გრეი პერსონაჟია. ანუ არც კეთილია, არც ბორტე, ანუ გარკვეულწილად კორუმპირებული პერსონაჟი. ანუ მსგავსი პერსონაჟების წერა ძალიან კარგად გამოსდის. ანუ ენდეორის განვითარება არაჩვეულებრივი იყო და შიგარაკი არაჩვეულებრივი ვილენი, ჩემი საყვარელი ვილენი საგმირო აკადემიაში, ნომერ მეორე საყვარელი პერსონაჟი მთელ საგმირო აკადემიაში, მაგრამ პრობლემა რაც მაქვს, ნუ ბოლო არკი მანგაში წამიგითხავს, 300 თავზე ვარ მისული, world building-ის მხრივ, ანუ მსოფლიო შენების მხრივ, საუკეთესო მონაკვეთი მე თუ მკითხავთ, იყო, ანუ ბრძოლის შემდეგ, შიგარაკისთან პირველი ბრძოლის შემდეგ, როცა მთავარმა გვირაბებმა ტექნიკურად წააგეს და ყურადღება გამახვილებელი მოხდა ლეიდი ნაგათისზე და როგორ არის კორუმპირებული ეს გმირების საზოგადოება და ამ მშვიდობას და ან წყობას როგორ ინარჩუნებს ეს კეთილი და გმირების ანუ ადამიანები, რომლებიც იდეაში გმირები უნდა იყვნენ და სამუშაოს რეალურად ზურგს უკან ვინაკეთებენ, რეალისტური იყო, დამაჯერებელი იყო, ნამდვილად კარგი იყო მაგ ყველაფრის ჩამატება, ყველაფერი ზღაპარივით არა, ეგ ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო ავტორისგან და კარგადაც იყო ინტეგრირებული სიუჟეტში, ანუ დამაჯერებელი იყო. ცოტას ანიმაციაზე და მანგაში არტზეც ვისაუბრებ. საგმირო აკადემიას მე თუ გითხავთ თანამედროვე ნიუ-ჯენში, ნუ One Punch Man-ის ნიუ-ჯენში ახალ თაობაში ითვლება. One Punch Man-ს თუ არ შევთვლით, საუკეთესო არტი აქვს ნამდვილად საგმირო აკადემიას და საუკეთესო არტისტია თანამედროვე არტისტებს შორიკოში. ნუ ერთადერთი კონკურენცია შეიძლება გაუწიოს დანმა და საკამოტო დეის. მაგორმა მანგამ არტის მხრივ. პრობლემა რაც შეიძლება ქონდეს საგმირო აკადემიას, არ მგონია კარგი პანელინგი ქონდეს. უმეტესწილად, ანუ პანელინგი, რავი, რაღაც დასამახსოვრებელი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, საკამოტო დეის დონეზე ნამდვილად არ არის. ჩვეულებრივი პერსონაჟების დიზაინები აქვს ასევე საგმირო აკადემიას. მაგას ვიტყოდი, აი ანიმაციას რაც შეეხება, პირველი არ მახსოვს 3 სეზონი თუ 2 სეზონი არაჩვეულებრივი ანიმაცია ქონდა. როცა დაიწყეს ფილმების ჩამატება და საუკეთესო ანიმატორებს ფილმებზე ამუშავებდნენ ფაქტობრივად და ანუ ისაც ვთქვათ, რომ სერიებზე ემუშავათ. აი მან უკვე პრობლემები წამოვიდა და ანიმაციის ხარისხი ნამდვილად დაბლა დაეცა. ნუ One Punch Man-ის დონეზე ნამდვილად არ არის, განსხვავება რაც პირველ სეზონსა და მეორე სეზონს იყო, შორის იყო One Punch Man-ის შემთხვევაში და მესამე სეზონი ხო რავი რა იქნება, ეგ მომენტი ნამდვილად არ არის, მაგრამ ანუ ნამდვილად შესამჩნევი იყო ანიმაციის ხარისხში წყობა. და მაინც ვიღებთ ხოლმე იუტაკა ნაკამურას რამოდენიმე კაც, რამდენიმე სცენას და მოდი სიმართლე ვთქვათ, იუტაკა ნაკამურა სტუდიო ბოუსის კი არა, მგონი საერთოდ ანიმატორებიდან იაპონელი ანიმატორები, რომლებიც ანიმეებზე მუშაობენ, ანუ საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ანიმატორი ნამდვილად არის. ყოველ შემთხვევაში ვიტყოდი საუკეთესო ექშენ ანიმატორია მეთქი და თავის საქმის პროფესიონალი, ანუ არ ვიცი რა ვთქვა. მაგაზე კითხვა არ არის, რომ საუკეთესო სცენები მაინც იუტაკა ნაკამურასია საგმირო აკადემიაში. მაგრამ მთლიანობაში იუტაკა ნაკამურას თუ არ შევთვლით, ხარისხი ანიმაციის ნამდვილად დაბლა დაეცა. ანუ აქვე იმასაც ჩავამატებ, რომ გარკვეულწილად გასაგებიც ბოლო სეზონში კიდევ უფრო რთული იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ფილმებზეც მუშაობენ, ამის ყოველ წელს თუ ყოველ მეორე წელს ფილმს უშვებენ, ეს მომენტია, რომ ანუ ბოლო სეზონი განსაკუთრებით სუბრძოლებია და მაგ შემთხვევაშიც რთული იქნებოდა განაწილება დროის და ბაჯეტის, რომ ყველაფერი ნორმალურად ყოფილიყო, რომ ანუ არაჩვეულებრივად გაუმკლავდნენ მაგ საქმეს მე თუ გითხავთ და თავის მაქსიმუმი გააკეთეთ არ წამოდებულა, იმიტომ რომ ანიმაცია ბევრად უარესი შეიძლება ყოფილიყო. მაგ ყველაფერთან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მაინც არაჩვეულებრივი ადაპტაცია იყო. ეს იყო ჩემი აზრები საგმირო აკადემიაზე. რა ვიცი, ვიდეოს ბოლომდე თუ ვინმე დარჩით, მადლობა ყველას. მადლობელი ვიქნები თუ გამოიწერთ არხს.